الحمد لله نحمده ونستعين ونستغفر ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم أتل ما أوحي إليك من كتاب وأقيموا الصلاة إن الصلاة تنهى عن الفحشاء والمنكر ولذكر الله أكبر والله يعلم ما تصنعون صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم إذا رأيتم الرجل يتعاهد المسجد فاشهدوا له بالإيمان صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეო ჩვენი დღევანდელი ხუტბა იქნება ჩვენი შუამავალი ჯამე და ლოცვა ჩვენი დიადი სარწმუნოება ისლამის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ლოცვის შესრულებაა ლოცვა არის გამჩენის ბრძანება ყველა შუამავალისა და მათი ხალხისთვის ის არის რელიგიის საყრდენი მორწმუნის ზეამაღლება და რწმენის პრაქტიკული გამოხატულება ლოცვა მშვიდობის მორჩილების და ღვთისადმი მსახურების სახეა როდესაც იგი სრულდება მისი ყველა პირობისა და წესის დაცვით მაშინ ლოცვა ჩვენ სულს ასუფთავებს ჩვენ სიცოცხლეს სიკეთესა და წყალობას მატებს და ჩვენს ოჯახებში სიმშვიდე შემოაქვს ის გვაშორებს ამ ქვეყნიურ სიხარბესა და გამორჩენის სურვილს დასნეულებულ გულებს სიმშვიდეს ანიჭებს და გვასწავლის როგორ დავდგეთ სირთულისა და გასაჭირის წინაშე ძვირფასო მორწმუნეებო როცა მხოლოდ გარკვეული მოძრაობის შესრულება არ არის ის ცხოვრების გზას გვიჩვენებს ჭეშმარიტ გზაზე გვამყარებს ლოცვას როდესაც ვიწყებთ თექბირით ვაცხადებთ რომ ალლაჰის გარდა არავინ არის სათაყვანო არავინ არის სხვა ღმერთი და გამჩენი როცა ფეხზე ანუ ყიამზე ვდგავართ დგებით სიმართლის გვერდით და ვაღიარებთ რომ არასოდეს დაუთანხმდებით სიცრუესა და უსამართლობას როცა ვკითხულობთ ყურანს ანუ ყირაათის პერიოდში ჩვენ ვაცხადებთ რომ მისი საუკუნო გზავნილები ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა გამოვავლინოთ როცა რუქუღზე ვიხრებით აი სწორედ ამ დროს ვამბობთ რომ ჩვენ გამჩენი ალლაჰის გარდა არავის წინაშე მოვიხრით კეთს ხოლო როცა სეჯდეზე ვჯდებით ჩვენ პოულობთ ჩვენ გამჩენთან სიახლოვეს რომელიც მორწმუნისთვის არის უდიდესი ბედნიერება ხოლო როცა ლოცვას ვასრულებთ და მარჯვნივ და მარცხნივ ვესალმებით ყველას და ყველაფერს ვეუბნებით რომ ჩვენი ენა და ჩვენი ხელი არავის ზიანს არ მიაყენებს და არავის უსამართლოდ არ მოექცევა ძვირფასო მორწმუნეებო ჩვენ შუამავალს ლოცვა არასდროს მიუტოვებია მიუხედავად ბოლო პერიოდში მძიმე ავადმყოფობისა მას მეჩეთი და ჯემაღეთი არასდროს გამოუტოვებია ალლაჰის შეეული სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი ლოცვას ფარად მიიჩნევდა დილის ლოცვით თავისი დღე ფარველი ანგელოზების დილის ლოცვით იწყებაო და ხადის შერიფში შემდეგს გვამცნობს მან სალლა სუბჰა ფაჰუა ფი ზიმმათილლაჰ რომელი ადამიანიც დილის ლოცვას შეასრულებს იცოდეს რომ ის მთელი დღე გამჩენი ალლაჰის ფარველობის ქვეშაა ლოცვის გამოტოვებას კი უდიდეს დანაკარგად მიიჩნევდა და ჩვენ მორწმუნედ გვაფრთხილებდა ჰადის შერიფში შემდეგს ბრძანებს الذي تفوته الصلاة العصر كأنها وتر أهله وماله ადამიანი რომელიც იქინდის ანუ სამხრობის ლოცვას გაარონიებს იცოდეს რომ მთელი ქონება და მთელი თავისი ოჯახი დაეკარგოს იმდენად დიდი ცოდვა არისო იგი ასევე სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი შემდეგ შეგვაგონებს لو يعلمون ما في غتمة والصبح
لأتوهما ولو حبوا ადამიანებს რომ სოდნოდათ დილის და ღამის ლოცვების ფასი ხოხვითაც რომ ყოფილიყო ისინი აუცილებლად ჯამეში მოვიდოდნენ და აუცილებლად ლოცვას შეასრულებდნენ. ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენი შუამავალი ცხოვრებაში ლოცვა არის ღმერთთან კავშირის სიმტკიცე, ხოლო მეჩეთი, ხოლო ჯამე ამ კავშირის სახლი. ჰადის შერიფში, რომელიც თემის დასაწყისში წავიკითხეთ, ალლაჰის შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგ ბრძანებ, თუ ნახავთ ადამიანს, რომელიც მუდამ ლოცვებზე მეჩეთში დადის, მისი რწმენა, როცა გარდაიცვლება, თქვენ დაამოწმეთო. ამდენად მნიშვნელოვანია ლოცვების ჯამეში და ჯემაღეთთან ერთად შესრულება, ხედავთ ალლაჰის შუამავალის ჰადის შერიფით. ამით მიანიშნა, რომ ლოცვა და ჯამე ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია. მართლაც მეჩეთები გამჩენი ალლაჰის სახლებია, ქაღბას ნაწილია, ჩვენი ქალაქების გული და ჩვენი ცივილიზაციის საძირკველია. მეჩეთებში გვერდ-გვერდ დგავართ მორწმუნეები, ძმობას განვიმტკიცებთ და სწორით ცოდნით, აი ამ მეჩეთში შეძენილი ცოდნით ჩვენს ცხოვრებას ინშალლა დავამშვენებთ. ძვირფასო ჯემაათ, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ადამიანი სიამოვნების, სიჩქარის, ზედმეტი მოხმარებისა და მარტოობის ტყვეობაშია, მეჩეთი და ლოცვა მისთვის სუნთქვისა და სიმშვიდის წყაროა. ისინი საზოგადოებრივ მშვიდობას ამყარებენ, ჩვენ შვილებსა და ახალგაზრდებს მტკიცე პიროვნება დაყალიბებენ, პასუხისგებლობის გზნობას უღვივებენ, იცავენ მათ მავნეჩვეებისა და დამღუპველი იდეოლოგიებისგან და ალლაჰის მადლით მათი ოჯახების, საზოგადოების და კაცობრიობის სარგებლად მოგვევლინებიან ისინი ჩვენ სახლში. ამრიგად მორჩილებით უპასუხოთ უზენაესი გამჩენი ალლაჰის სიტყვებს. ასტაუზუბილლაჰ ვაამურ აჰლაკა ბის-სალათი ვასტაბირ ალეიჰა ლა ნასალუკა რიზკან ნაჰნუ ნარზუკუკა ვალ აყიბატუ ლიტტაყვა. ey ადამიანო, უბრძანე შენს ოჯახს ლოცვის შესრულება და თავადაც ეს გააგრძელე და მომთმენი იყავი მასზე. ჩვენ შენგან სარჩოს არ თხოვულობთ, ჩვენ გასაზრდოებთ შენ. იცოდეთ რომ საბოლოო წარმატება ღვთის მოშიშ ეკუთვნისო. ალა ინ აჰსანალ კალამი ვა აბლა'ან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون.